საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ გადაცემა დიალოგს. მანდატურის სამსახური დათრგუნვის მექანიზმი იყო აცხადებს განათლების მინისტრობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. მისი თქმით, მანდატურების ინსტიტუტი ძალადობის მექანიზმი იყო, რომელიც სკოლაში შეიტანეს. ძალადობის ნებისმიერი მექანიზმი სკოლებიდან განხილვის გარეშე იქნება ამოღებული. განათლების მინისტრობის კანდიდატი ასევე საუბრობს იმაზე, რომ სკოლებს რეალურად უნდა შეეძლოთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება. ამის საშუალება თეორიულად სკოლებს აქამდეც ჰქონდათ, თუმცა ამ საკანონმდებლო ბერკეტს ისინი ნაკლებად იყენებდნენ. როგორ უნდა გახდეს საკანონმდებლო სისტემა ეფექტური და რა უნდა შეცვალოს პირველ რიგში ხელისუფლებამ სკოლებისადმი დამოკიდებულებაში. თემაზე განათლების ექსპერტი რეზო აფხაზავა ისაუბრებს. საღამომშვიდობზე დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ გადაცემაში. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობთ. გადაცემის მეორე ნაწილში გავიგებთ, რას აპროტესტებენ რუსთაველის ქუჩაზე სამშობიარო სახლის ექიმები და რატომ ეჭვობენ, რომ ისტორიული სამშობიარო სახლი გაყიდულია. თუ გსურთ დასვეთ შეკითხვა პირდაპირ ეთერში დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 27 ან მოგწერეთ SMS შეტყობინება ნომერზე 25 და დავიწყოთ საუბარი თქვენი შეფასებით, რატომ გაკეთდა პირველ რიგში აქცენტები გიორგი მარგველაშვილის განათლების მინისტრობის კანდიდატის მხრიდან მანდატურის სამსახურზე? ეს აქცენტები შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ იმიტომ გაკეთდა, რომ ზოგადად საკმაოდ ისეთი მტკივნეული თემა იყო წლების განმავლობაში, აი რაც შემოიღეს ეს მანდატურის ინსტიტუტი, იმის შემდეგ საკმაოდ წვავით იდგა ეს საკითხი. თუმცა ძალიან სასიამოვნო იყო პირველივე გამოსვლაში, ბატონი გიორგის პირველივე გამოსვლაში იმის დეკლარირება, რომ განათლების სამინისტრო ყველაფერს, ანუ განათლების ახლანდელი ხელმძღვანელობა ყველაფერს ჯერ სიღრმისეულად შეისწავლის და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ძალიან კარგი იქნება თუ ამავე პრინციპით მიუდგებიან მანდატურის ინსტიტუტს, იმიტომ რომ ერთი არის განწყობა ზოგადად კონკრეტული პიროვნებების და მეორე არის რეალობა რა არის, ანუ კარგად უნდა იქნას შესწავლილი, ანუ კარგად უნდა იქნას გამოკვლეული ის რეალობა, რომ ანუ გარკვეულ რაღაც მოსაზრებებს, შეიძლება სტერეოტიპებსაც არ გადაყვეს რაღაცა პოზიტიური. ანუ მინისტრობის კანდიდატის განწყობა იყო პიროვნული, რომ ძალადობის მექანიზმია მანდატურის სკოლაში. ძალადობის ზოგადად ძალადობა სკოლაში არ უნდა არსებობდეს არანაირი მხრივ, ხო? ეს არის უპირობო ტრუიზმი, უპირობო ჭეშმარიტება არის, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, ეხა ჩვენ რას განვიხილავთ ძალადობას კონკრეტული ერთი ცუდი მანდატურის ან ორი ცუდი მანდატურის ქცევას, რომელიც როდესაც არის ესეთი დამოკიდებულება ზოგადად ფორმიანი ადამიანი შევიდა სკოლაში, ფორმის მიმართ რაღაცა სტერეოტიპული დამოკიდებულება ქონდა ჩვენ წლების განმავლობაში გვახსოვს და ნელ-ნელა ეხა ეს დამოკიდებულება იცვლება სხვათა შორის პატრონმა ამაში დიდი როლი ითამაშა ხო და ასევე სკოლაშიც უკვე ნელ-ნელა იცვლება ეს დამოკიდებულება და არსებობს კვლევები, ჩვენი ინსტიტუტი პერმანენტულად სხვადასხვა საკითხებზე ატარებს კვლევებს, თუმცა ყველა ანუ კონკრეტული ფოკუსი გვაქვს კვლევის, მაგრამ ასევე ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე აი ესეთი საკითხები ასევე ჩავდოთ ამ კვლევებში. თქვენი კვლევა რას ეჩვენებს მანდატურთან დაკავშირებით და დარჩეს თუ არა ეს ინსტიტუტი? მაგას ვამბობ, ტენდენციას აჩვენებს, რომ ანუ თავიდან მკვეთრი ნეგატიური დამოკიდებულება იყო და შემდეგ ეს ტენდენცია პოზიტიურისკენ იცვლება. ახლა მე არ ვამბობ, რომ ეს 100%-ით ყველას ძალიან მაგრად მოწონს, მაგრამ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ეს უკვე მოწონს, საკმაოდ მზარდი არის. ანუ შესაბამისად თუ ეს ძალადობის ბერკეტები რაღაცა მხრივ განათლების სამინისტრო ჩათვლის, რომ რაღაცა ფუნქციები არის ძალადობრივი მანდატურის ინსტიტუტში, ეს რა თქმა უნდა ჩამოშორდეს, მაგრამ ისო ერთი ხელის მოსვით მაგალითად ყველაფერი გაუქმდეს, ეს მე მგონი რომ იქნება არასწორი გადაწყვეტილება, მარტივად რო ვთქვა, იმიტომ, მაგრამ მე არც დამრჩენია ილუზია, რომ ესე აპირებს ახალი სამინისტრო მოქმედებას და ეს არის ჩემი რაღაცა რა ვიცი, ანუ ფუნქციები შეიცვლება მანდატურების, ესე გამოდის მარგველაშვილის ნათქვამიდან ალბათ. იცით რა არის, მე ძალიან მიჭირს, რომ წინასწარმეტყველო ბატონი გიორგი რას იზავს, მაგრამ ერთად პირობა იმისი, რომ მე რაღაც გარკვეული დასკვნები გავაკეთო და დათქმის მექანიზმი, მაგალითად დირექტორს თუ ექნება, ან სამეურვეო საბჭოს მესამე საფეხურის მოსწავლის სკოლიდან გარიცხვის ფუნქცია. ეს ხო შეიძლება ვიღაცამ დათქმისთვის გამოიყენოს.
ანუ კონკრეტულად რას გულისხმობთ დაცუნოში, ხო? ეს ხსმენია ხო თავად პედაგოგებისგან თქვა, რომ მანდატურები ჩვენი კონტროლისთვის შემოიყვანეს სკოლებში და ისინი სწორედ ამის გამო არიან გვიყურადებენ, თუნდაც იგივე თქვა, რაზე ვლაპარაკობთ სკოლაში. მანდატურს უფრო მეტი ფუნქცია აქვს, ვიდრე შეგვიძლია შემოვიდეს ნებისმიერ დროს საკუთრებულ პროცესში და შემომწმოს ვაწარმოეთ თუ არა სააღრიცხვო ჟურნალი და შემომწმოთ თუ არა ვინ არის ყოფება კლასში, ხო? შეიძლება გვინახავს ესეთი ფაქტები, როცა მანდატურს აქვს გავლენა თქვა და მისი დაწერილი ოქმის შემდეგ გაუთავისუფლებია დირექტორი, შემდეგ მანდატური გამხდარა დირექტორი, ხო? ეს არის ფაქტები, რომელიც ჩვენ ასეთ უცე გვესმის ამა თუ იმ სკოლებიდან და პედაგოგებისგან და ეს განწყობა იქნებოდა სწორედ ამის შედეგად. განწყობა იქნებოდა, აი რატომღაც სულ არის ნეგატიური ფაქტები, ხო? მე თვითონაც სულ ესეთი რაღაცები მესმის. რომ ვიღაცა გააგზავნეს მაგალითად მანდატურმა გააგზავნა ვიღაცა სიგარეტზე. აი ესეთი ფაქტიც გამოგია, ხო? და რაღაც კიდე სხვა და სხვა. რატო დავიჯერო ამდენი ხნის განმავლობაში არ ყოფილა პოზიტიური кейსები? ხო, იყო აუცილებლად იქნებოდა, ხო? სად არის მაშინ ეს პოზიტიური кейსები? და რატო არა, სად არის კი არა, რატო არ არის? აი მაგრაშია საქმე. იმიტომ არ არის, რომ ჩვენ ვართ რაღაცნაირად უკვე სტერეოტიპული დამოკიდებულებით უყურებთ უკვე ჩასაფრებულის პოზიციიდან და უკვე ძირითადად ვართ ორიენტირებული ნეგატიურ მხარეზე. და ანუ ამას ჭირდება სიღრმისეული შესწავლა. ეხლა ეგრე შეიძლება ერთმანეთს ხო, ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ თავად პიროვნებები, მანდატურები შეიძლება იყვნენ კარგი, მაგრამ თავად სისტემა არის ისეთი, რომ ვერ შეიძლება ვიმიღოთ კარგი შედეგი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს მანდატურს, იგივე ფსიქოლოგის ფუნქცია აქვს, სოციალური მუშაკის, პოლიციელის ფუნქცია და არ შეიძლება რაღაც სამკვირიანი ტრენინგით მიიღოს ამხელა განათლება მანდატურმა, რომ ეს ფუნქციები მან განახორციელოს სკოლაში. აი თვითონ სისტემურად თვითონ ეს ინსტიტუტი რამდენად გამართული არის. აი ეს უკვე ცალკე საკითხია. სისტემურ გამართვას ხადი ეს საჭიროებს, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენ ვიცით რომ საკმაოდ ფორსირებულ რეჟიმში ძალიან დაჩქარებულად მოხდა ამ ინსტიტუტის შემოღება, ამდენი ადამიანის შერჩევა, ამდენი ადამიანის კვალიფიკაციის გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლებაც არ არის ლაპარაკი, მთლიანად პროფესიული გადამზადება, რა თქმა უნდა რთულია და კიდე პლუს ერთი ის, რომ ანუ მანდატური არის სკოლისგან ადმინისტრაციულად დამოუკიდებელი ერთეული. ანუ სკოლას არ აქვს არანაირი, ანუ სკოლაში არის რაღაცა რევიზორი. ხო, აი ესე რო ვთქვათ, მოკლედ რევიზორი, მაგრამ ის რომ განათლების სამინისტრო იტოვებდეს ფუნქციას, რომ როგორ ხორციელდება დისციპლინური სკოლის ანუ სასწავლო პროცესი, როგორ მიმდინარეობს, ამაზე კონტროლს რო იტოვებდეს, ეს ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. განვაგრძობთ თემას, მაყურებელი გოლდება, კარგი ხანია, მოგესალმებით და გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. საღამოშვიდობის. მინდოდა ჩემი აზრით ამოფიქრებინა თემასთან დაკავშირებით. სწორ განეთ რომ თავიდან ეს მანდატურის ინსტიტუტი რაღაცა ნეგატიურად დაიწყო, მაგრამ მე მგონი ძალიან ბევრი პედაგოგი ვარ თვითონ და ბევრი პედაგოგი დამეთანხმება რომ ნამდვილად ასრულებენ ახლა თავის ფუნქციას, თავის პირდაპირ ფუნქციას. არც მერიდება დასახელების 27 საჯარო სკოლაში იყო მანდატური ნათია ქორიძე, რომელიც როგორც ის პრინციპი ასეთია უკვე სხვა სკოლაში გადაიყვანეს და ძალიან კმაყოფილი ვიყავით. ახალი მანდატურით ძალიან კარგია, ბავშვებთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. რა უნდა შეიცვალოს თქვენი აზრით მანდატურების ფუნქციებში? ხედავთ რა მეცნიერების საჭიროებას? არანაირი ძალადობა და ბავშვებთან ისე ცოტა მეგობრული ურთიერთობით დარიგებით, დიდასტიკით, მე მგონი ყველაფერი კარგადაა. მასწავლებლებს ყოველ შემთხვევაში ძალიან გვეხმარება. კარგი, გასაგებია თქვენი მოსაზრება, დიდი მადლობა რომ გვეხმარებთ. მოდით შევეხოთ თვითმმართველობის აკეთს, რომელიც ძალიან აქტუალურია სკოლებისთვის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას და მის პრობლემას აქამდე არსებულ სკოლაში, თუმცა ეს ბერკეტები აქამდეც ჰქონდა სკოლებს საკანონმდებლო დონეზე გაწერილი, მაგრამ ჩანდა ხშირ შემთხვევაში, რომ სკოლები ვერ ღებულობდნენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს და პედაგოგებიც კომენტარების გაკეთებაც კი უჭირდათ ხოლმე ხშირ შემთხვევაში. რა უნდა შეიცვალოს ამ კუთხით? კი ბატონო, ორი სიტყვით გამოვეხმაურები ხალბატონს, ნუ ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ აი არ შეიძლება რაღაცა კონკრეტული ერთეულებზე, ცუდ მაგალითებზე საუბარი, იმიტომ რომ ამ ცუდ არგუმენტებს აქვს კარგი არგუმენტებიც არის ამისი, ანუ კონტრარგუმენტები და ეს კარგად უნდა დაიწონოს და ანუ რაღაცა იმიტომ რომ აი პოპულარული შეიძლება გამოჩნდეს ეს გადაწყვეტილება, ერთი ხელის მოსმით არ უნდა გაკეთდეს ეს და კიდე ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ არ მაქვს ილუზია, რომ ბატონი გიორგი ასეთ პოლიტიკას აპირებს, იმიტომ რომ აი პირველ რიგში ერთადერთი აი რაც გამოკვეთილად მე მისი გამოსვლებიდან გავიგე, რომ ეს იქნება გეგმაზომიერი კვლევებზე დამყარებული შესწავლა. აი ძალიან სწორი დამოკიდებულება, აი
მართლა ესეთი ძალიან სასიამოვნო რომ აი პირდაპირ მოჭრით რაღაცა თავისიანი რაღაცა პოლიტიკური ძალის გემოვნებაზე დამყარებით არაკეთებდა განცხადებას. რაც შეეხება ანუ ადგილობრივ თვითმმართველობას შევხებ დავიწყებთ ამ საკითხს კიდევ ერთი მაყურებელია და მოდი მოვისმინოთ მისი პოზიცია. მოგესალმებით და გისმენთ. ალო. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მანდატურებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ. დიახ. ისა არაფერი მანდატურებს არ გაუკეთებია მასშტაბების გათავისუფლების მეტი. სად რომ შემთხვევაში იყო ეს? აი განსაკუთრებით იმ პირველ წელიწადს როცა დაინიშნეს. არაფრის გამკეთებლები არა, ზუსტად გასაუქმებელია მაგის ინსტიტუტი. კარგად, გავიგეთ თქვენი პოზიცია, როგორც ჩანს ურთიერთ საპირისპირო არგუმენტები. კი, არის, ანუ აი ნათელია, რომ არის იქით ხარისეც არგუმენტები, აქეთაც და შეფასება პოლიტიკურადაც შეიძლება არ იყოს კარგი, იმიტომ რომ თუ არ გვიკვლიეთ ჩვენ რამდენი ხალხი ემხრობა, შესაბამისად შეიძლება რომ მიიღოს გადაწყვეტილება პირიქით, ვიღაცა უფრო მეტი გამოიწვიო უარყოფით მარტივი. მაგრამ სკოლა პოლიტიკის გარეშე ხასიათურია ჩვენ გადაცემის სათაურად და მინისტრმაც ესკო რომ არ უნდა იყოს პოლიტიზებული სკოლა. ეს იქნება ძალიან დიდი ბედნიერება და განათლების სფეროში მოქმედი არასამთავრობო სექტორის მოკლედ სიხარულის ძალიან დიდი საგანი და მათ შორის მეც გავიზიარებ ამ სიხარულს. ამის ეს განცხადების დონეზე უკვე ძალიან კარგი არის და თუ ეს ნება იქნება. როგორ მოხერხდება ეს ან რა ძალიან დამოკიდებული? ძალიან რთული არის ზოგადად პოლიტიკისგან სკოლის განთავისუფლება, იმიტომ რომ გინდა თუ არ გინდა სკოლა არის ფაქტიურად ერთადერთი ორგანიზებული ინსტიტუცია ქვეყანაში, რომელიც ფაქტიურად ყველა ოჯახს ეხება. ხო, ან არის მასწავლებელი ვიღაც, ან არის შვილი ყავს სკოლაში, ან რა ვიცი, ბებია ხარ მოსწავლის და ასე შემდეგ, ხო? ნუ ძალიან დიდ ნაწილს მოიცავს. ანუ პოლიტიკისგან განთავისუფლება არ უნდა მოხდეს არა მარტო იმ მხრივ, რომ რაღაცნაირი პოლიტიკური გავლენის მოხდენა ხდებოდეს ამ მასწავლებლებზე თუ დირექტორებზე და ასე შემდეგ. ხო, რაც საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენს ამ ურჩევლების, თუმცა ისეთ საგრძნობო და დიდ ნაწილსაც არა. მაგრამ იცით რა უნდა იყოს მეორე საკითხი არის ის რომ ანუ შენ როდესაც მაგალითად განათლების რეფორმას ატარებ არ უნდა მოერიდო იმიტომ რომ ეს დიდი რაოდენობა ამორჩევლების არ უნდა მოერიდო სწორი მაგრამ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას ხშირ შემთხვევაში გარკვეული გადაწყვეტილებები არის სწორი ძალიან მწარე წამალია რომელიც უნდა დაალიო და რომელიც გიშველის, მაგრამ გემოზე არის ცუდი, მაგრამ შემდეგ ეფექტი კარგი ექნება. ანუ ასეთი გადაწყვეტილებისგან თავის შეკავება ესეც არის პოლიტიზირება სკოლის. ანუ თქვენ ესე იგი იღებთ ერიდებით პოზიტიურ ცვლილებებს, იმიტომ რომ არ გაანაწყინოთ ამ ურჩევლებს. თუმცა ეს ხდებოდა ყოველთვის, აი წინა ხელისუფლების დროსაც, რაღაც გარკვეულწილად ალბათ მაინც პოლიტიკოსების დამოკიდებულება მაინც ასეთია, რომ ამ ურჩევლებზე მუშაობენ, მაგრამ და სკოლა არის ძალიან ზოგადი განათლება არის ძალიან რთული ამ ხრივ, იმიტომ რომ შენი კარგი გადაწყვეტილების შედეგი დგება გვიან. ხისიერი შედეგი არ არის. და ხისიერი შედეგია რომ გაარემონტებ. ხო, მაგრამ რადიკალური რეფორმებისგან არ იკავებდა თქვა თავის, ხო? ხელისუფლება. მაგას ვიტყვი და იმიტომ ანუ რაღაც ხელისუფლება გარკვეულ დროს, გარკვეულ პერიოდში როდესაც დიდი ნდობის მანდატით სარგებლობდა საზოგადოებისგან, აი მაშინ მოასწრო ძირეული რეფორმების გატარება. ეს რო ეხა ამ ბოლოს ყოფილიყო გასაკეთებელი, ხო? შემდეგ გადაერთო სკოლების რემონტი. ხო, მე გადაერთო უკვე ისეთ რაღაცებზე, პრინციპში პოლიტიკურად სწორად დაგეგმილი სტრატეგია იყო. ანუ არასასურველი, მაგრამ გარკვეულწილად თავიანთი ხედვით სწორი გადაწყვეტილება გააკეთეს მაშინ, როდესაც თუნდაც ეხა პოლიციის რეფორმაც ეგრე გაკეთდა, ხო? პოლიციის რეფორმა ვერ მოხდებოდა შემდეგ გვიან. როდესაც უკვე ხალხში უკვე რაღაცა გარკვეული ჩვენთან ხო ესე არის რაღაც გარკვეული პერიოდის მერე ყველა მაინც უკვე უკმაყოფილო ხდება. ხო, მაგრამ პოლიტიზებულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი, ხო, თავიდანვე. მოდი მაყურებლის პოზიცია მოვისმენთ და შემდეგ განვაგრძელოთ. მოგესალმებით და გისმენთ. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. თუ შეიძლება შეგიძლია. დიახ. მოგესალმებით საღამოშვილებს და ბატონებო. თუ იქნება რუსეთის სკოლის სექტორები შავშან აიგრძალა, დარჩა ის ოღონდ რომელიც სწავლობდა პირველ კლასელები და შემდეგი სადღაც 7-ში მიყავს რუსიერუნების უკრაინელი და მინდა რომ ამ ჩემმა შვილიშვილმა მეორებას იცოდეს რუსულ სკოლაში.
მადლობა. გავიგებთ მოსესრება მეც. კი, გავიგეს. კარგი, დიდი მადლობა რომ გამოხატეთ პოზიცია, დიახ. სამწუხაროდ რაღაცა მენაკლებად შეიძლება ვიყო ამ კითხვის ადრესატი, იმიტომ რომ მე ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღები არა ვარ, მაგრამ ზოგადად ჩემი მოსაზრება როგორიც არის ამასთან დაკავშირებით, ამას მოგახსენებთ, რომ ანუ ის რაოდენობა ამ სურველების თუ არის გარკვეულ ენოვანი ჯგუფის თუ გარკვეული ენოვანი რაღაც სწავლების, ანუ ეს იქნება აზერბაიჯანული, რუსული, სომხური თუ სხვა, ხო? ანუ ეს უნდა გაირკვეს, ანუ რა მოთხოვნა არის, ანუ განათლების ბაზარზე ამაზე, ხო? და თუ ეს მოთხოვნა არის შესაბამისად უნდა არსებობდეს, ხო? სამწუხაროდ სახელმწიფოს უჭირს ერთეულებისთვის რაღაცა გარკვეული პოლიტიკური ცვლილებების განხორციელება, თუმცა უკვე ჯგუფი როცა არის, ანუ მოთხოვნა როცა მატულობს, შესაბამისად სახელმწიფოც უნდა გაითვალისწინოს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება რუსულ ენაზე იყოს სწავლა გარკვეული საგნების, ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა იყოს თავიდან ბოლომდე ყველაფერი რუსული, იმიტომ რუსული სექტორი მაგალითად არის კარგი საშუალება იმისი, რომ ადამიანებს ანუ ეტაპობრივად, თანმიმდევრულად ასწავლო ქართული. იმიტომ რომ იმ წიაღში მოაქციო თავის კომფორტულ წიაღში და იმ წიაღშივე ნელ-ნელა იმას აქნა რომ პირდაპირ არ დაემართოს ის რაღაცა გაუწყობების გზნობა, ხო? რომ აბა მოდი დღეიდან ყველანი ვსწავლოთ ტრიგონომეტრიას ქართულად, იმიტომ რომ 9 წელი ვისწავლეთ რუსულად, მაგრამ მოდი დღეიდან ქართულად ვისწავლოთ და ნუ ახლა ეგეთი რაღაცებს ნუ ახლა არ ამგონია რომ ეგეთი რაღაცა ესეთი პროფანაცია. კარგი, ისე მანდატებთან დაკავშირებით სურს მაყურებელს მოსაზრების გამოთქვა. მანდატურები ძალიან არის, იმიტომაც ბატონმა გიორგიმ ახლა ნუ ნათლად ჩანს რომ კარგად გძნობს მაინც იმ სიტუაციას რაც არის და რაც აქტუალურია იმაზე გააკეთა, იმიტომ რომ აი ხო ხედავთ ჩვენ გადავედი თემებზე, მაგრამ მანდატურები წვიმდედაც წვავია რომ სულ ეკავენ და ყველაზე მწვავე საკითხად იქცა მანდატურები. უკაცრავად ჩვენ საუბრობდით დეცენტრალიზაციაზე, ხო და რაღაცა გადაუხვიეთ. ნუ რაც შეეხება დეცენტრალიზაციას, ხა როგორ ხდება სოფლიო გამოცდილება, რასაც აჩვენებს, ჩვენ ძალიან არ გვიყვარს რაღაცა სხვა ქვეყნებზე საუბარი, იმიტომ რომ ჩვენი უნდა გქონდეს და გასაგებია. მაგრამ ნუ პრაქტიკა ზოგადად აჩვენებს იმას, რომ არსებობს განათლების დეცენტრალიზებული სისტემებიც და ცენტრალიზებულიც. წარმატებული ასევე ერთი ცენტრალიზებულიც არის ბევრი წარმატებული მაგალითი და ასევე დეცენტრალიზებულიც. ანუ ჩვენ ხედავთ, რომ ორივე სისტემა შეუძლია მუშაობა. თუმცა ტენდენცია იმისი, რომ ნუ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, ანუ დევოლუცია მოხდეს, ანუ გადაცემა მოხდეს, ხო, დელეგირება ამ ფუნქციების, ამისი ტენდენცია ყოველთვის არის. ყოველთვის არის განვითარებულ საზოგადოებებში ეს არის, იმიტომ რომ ქვედა დონიდან ხდება მოთხოვნის წარმოშობა. აუცილებელია რომ ქვედა დონე განვითარდეს ისე, რომ გაუჩნდეს სურვილი გადაწყვეტილებების მიღების. ანუ ბათუმის შემთხვევაში თქვით რა უნდა მოხდეს აი ეს რა კითხვა. ბათუმის შემთხვევაში სკოლა რატომ არ უჩნდება დამოუკიდებლად მართვის სურვილი? აი სამეურვეო საბჭოები შეიქმნა სკოლებში, მაგრამ ვერ იმუშავა აშკარად. აი ჩვენ მაგალითად შევაფასეთ დეცენტრალიზაციის რეფორმის შედეგები შევაფასეთ საქართველოში, ხო? და როგორი უცნაური შედეგები მივიღეთ, რომ ანუ რეფორმის დონეზე, ზოგად დონეზე, პრინციპის დონეზე ყველა ეთანხმება ამას. მაგრამ როდესაც ჩავშლიდით შემდეგ უკვე კითხვაში იყო ჩაშლილი კონკრეტული საკითხები, აღმოჩნდა რომ ან არ ეთანხმებიან ამას, ან ზოგადად არ იციან როგორ გააკეთონ, ან არ აკეთებენ, ხო? ანუ мотиваციის აშკარა ნაკლებობა. мотиваციის ნაკლებობა არის კი ნამდვილად და რა იწევს ახლა ხო საინტერესოა мотиваციის ნაკლებობას. ანუ როდესაც მე ხელისუფლების ვერტიკალური მართველი როლი დელეგირებას ვახდენ გარკვეული ფუნქციების სკოლის დონეზე და ასევე საკრებულოების ადგილობრივი მმართველობის დონეზე, ხო? შესაბამისად, ჩემ უფლებების გადაცემას და ვალდებულებების ასევე უფლებებს მოყვება ეს ვალდებულებები. ამ ვალდებულების გადაცემა ადგილზე უნდა ხდებოდეს შესაბამისი ამ უფლებების განხორციელების კომპეტენციები. ანუ ის კომპეტენციები უნდა არსებობდეს. ადამიანს რო ეუბნები, რომ შენ აგერ ბატონო და შეიმუშავე შენ თვითონ ბიუჯეტი, იმ ადამიანს უნდა ქონდეს წარმოდგენა ჯერ სუმცირე რა არის ბიუჯეტი, ხო? შეძლოს მისი შედგენა და პრიორიტეტების სამეურვეო საბჭოებთან ძალიან რთულად წავიდა ეს საკითხი, იმიტომ რომ პლუს ამის მარადიული ტრენინგების ტარება ცოტა ისეთი რთული საკითხია, იმიტომ რომ კი ერთხელ დავატრენინგებთ სამეურვეო საბჭოს, მაგრამ როტაცია მიდის, ახალი სამეურვეო საბჭო
მოდის და ანუ ყოველ წუთში ესე ყოველი 3-ე არა შეიძლება კომპეტენციაც ჰქონდათ მათ, მაგრამ ხედავდნენ რომ რეალურად მაინც ვერ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ თქვენ ისინი ხედავდნენ ასევე კადრებს, როცა შაშკენი განათლების მინისტრი ეუბნებოდა დირექტორებს თქვენ სისხლს დავლევ. და დირექტორებს არ ქონდათ უფლება რომ ნებისმიერი სხვა პირი შეეშვათ უნდა სკოლაში რომ ან ჟურნალი დაერიგებინა, ან რაღაც შეხვედრა მოეწყო, ამასაც კი სჭირდებოდა ან ჟურნალისტის ინტერვიუს მიცემა სჭირდებოდა შაშკენის ნებართვა და ასეთ ვითარებაში როცა მკაცრ კონტროლს ხედავდა, დიდ ვერტიკალს ხედავ ამ სისტემაში, ძალიან რთულია ქონდეს იმის განცდა, როცა ხარ მშობელი და ხარ სამეურვეო საბჭოს წევრი, რომ თურმე შენზეა ხა დამოუკიდებელი ბიუჯეტის შედგენა, ან მისი კონტროლი და სკოლის მართვა. ხო, როგორ რაღაც არის ხა. ფაქტია, რომ ბოლო პროცესები, რაც განათლების სამინისტროში მიდიოდა, იყო უფრო ცენტრალიზებისკენ, თუმცა დოკუმენტების დონეზე ეს და ნორმატიული აქტების დონეზე მაინც რჩებოდა სისტემა დეცენტრალიზებულად და ეს კარგი მაჩვენებელია იმისი, რომ ანუ ახლა ახლანდელი მინისტრის და ახლანდელი მმართველობა განათლების სისტემაში ალბათ ამას გაითვალისწინებს, რომ არ არის საკმარისი მარტო რაღაცა აი ნორმატიული და დეკლარირებული რაღაცების განცხადება. ეს არის ნება აუცილებელი, რომ მართლა გაათავისუფლო რაღაცა ზეგავლენისგან, მართლა მიცეს საშუალება გადაწყვეტილების მიღების, მართლა მიცეს საშუალება, რომ იყოს თავისუფალი. ხო? გასაგები მაყურებელი გვერდდება და შემდეგ განვაგრძოთ უკაცრავად. მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობა ბატონებო. გამარჯობა. მე მას ასეთ შეკითხვა თუ შეიძლება. დიახ. ინგლისურის მასწავლებლებთან დაკავშირებით, რომლებიც ასე მასიურად შემოვიდნენ, შემოიყვანეს ჩვენ ქვეყანაში ამ ბოლო დროს. აი მიგაცნია თუ არა სამართლიანად ის, რომ აი მე პირადად ფილოლოგი ვარ და ვფიქრობ, რომ ინგლისურად მოლაპარაკემ არ უნდა ასწავლოს ინგლისურად, მარტო იმიტომ რომ ის ინგლისურად ლაპარაკობს. ანუ უნდა იყოს სპეციალისტი პირველ რიგში, ხო? ხო, მაგრამ ეს არის კონკრეტული საკითხი და თქვენ დღეს ავუბრუნდით თემაზე სკოლები პოლიტიკის გარეშე. როგორ ფიქრობთ, თქვენ იყო თუ არა აქამდე სკოლები საქართველოში პოლიტიზებული და როგორ უნდა გათავისუფლდეს სკოლა პოლიტიკური გავლენით? პოლიტიზირებული იყო, დიახ, იგივე მანდატური იგი. რატომ იყო მანდატური პოლიტიზებული თქვენი აზრით? იმიტომ რომ ის უშუალოდ სხვა დაკვეთას ასრულებდა და მისი დამკვეთი არ მოდიოდა დაუშვათ მარტო განათლების სამინისტროდან და სხვა რაღაციდან. და როგორ უნდა გათავისუფლდეს? მანდატურის უნდა გავიდეს სკოლიდან. კარგი, და როგორ უნდა განთავისუფლდეს სკოლა პოლიტიკური გავლენებისგან, რომ ეს ასე აღარ იყოს? ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს მარტივად, მე ვფიქრობ და ეს არის მეტი არაფერი. კარგი, გასაგებია თქვენი პოზიცია, დიდი მადლობა რომ გამოხატეთ იგი ჩვენს ეთერში და ხომ განმოგზავნოთ ხო ამ თემის საუბარი. განმოგზავნოთ ხო. სხვათა შორის მე არ მინახავს ამ ინგლისურის მასწავლებლებთან დაკავშირებით რაღაცა ან თვით შეფასება სამინისტროსი ამ პროექტის, ან რამე გარე შეფასება, ხო და შესაძლოა ძალიან რთულია, ეხლა მე ჩემი მეგობრების და ჩემი ნაცნობების აზრები რო გადმოგცეთ, აქ ცოტა შედეგი როგორია, ხო არ გიკვლევია? აი მაგათ შესაძლოა არ ჩვენ არ გვიკვლევია და არც შიდა კვლევა შეფასება გვინახია ამ პროექტის და სამწუხაროდ ძალიან რთული არის ამაზე ლაპარაკი ხა. მე მაგალითად მინახავს ადამიანები, რომლებიც კმაყოფილები არიან ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილება. ხა ამ დონეზე ლაპარაკი ჩემთვის მე მგონი რაღაცა არ არის მისაღები, მაგრამ ერთი ის არის ზოგადად ფაქტი, რომ ანუ მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანთან ურთიერთობა არის გარკვეული ეფექტის მომცემი ნამდვილად. და ეს თუ დამხმარე ეფექტის ქონე იქნებოდა და ხა მარტო ის ამერიკელი არასწავლიდა, რომელიც შეიძლება მართლა არანაირი პედაგოგიური უნარების მატარებელი არ არის და ეს არ არის პატარა საქმე, იმიტომ პედაგოგიკა არის დაახლოებით გათანასწორებული როგორც ქირურგი რო ხარ და რო უნდა ფრთხილად იყო, ის ზუსტად იგივენაირად და კიდევ უფრო ფრთხილად უნდა იყო პედაგოგიკაში და რატომღაც ახლა ამ ბოლო დროს ამას ამ ბოლო დროს კი რაღაც ესე ტენდენციაა, რომ რასაჭირო ახ თუ კარგად იცი ასწავლი რა, მე ხა მშობლიური ენა ინგლისური და როგორ ვერ გასწავლი, მაგრამ ისო ურთიერთობა უნდა გქონდეს ბავშვს ახლა უცხოელთან ძალიან კარგია უცხო ენაზე, ნუ იმ ενაზე მოლაპარაკისთან ახლა რა ენასაც სწავლობს ეს პოზიცია. კარგით. კიდევ ერთი მაყურებელია ეთერში, მოგესალმებით და გისმენთ. კარგი. ალო. გისმენთ. ალო, გამარჯობათ. სალამი. უკაცრავად, მე ვარ მე-16 სკოლის მასწავლებელი. და ახლა მინდა გავაკეთო ერთი კომენტარი. სხვათა შორის არიან ჩემს სკოლაში ორი მანდატური ბერიძეები თუ არ ვწდები, ნანა და ნონა. დიახ. ხო და ისიც რა მაინტერესებს, ეხლა რომ ამბობდნენ ბევრი პედაგოგები, ბევრი მშობლები, რომ მანდატურები არიან სკოლიდან გასაყრელიო. მე თვითონ ბევრჯერ მყავს ნანახი მასწავლებელი, პედაგოგი ვარ და შეიძლება პედაგოგს შეურაცხყოფას ვაყენებ. შეუხედე, გაკვეთილზე და ფანაფანას თამაშობდნენ ბავშვები. დიახ. შენ წარმოიდე მანდატური რო იქ არ იყოს, საერთოდ გაკვეთილები არ ჩატარდება. და მსგავსი სიტუაციაა ბევრ სკოლაში კიდე.
და ეს უნდა მოაგვაროს მანდატურმა როგორც აი მე გაშინებ და ამის გამო ვეღარ ითამაშებ ფანაფანას თუ რეალურად უნდა შეიცვალოს თავად პედაგოგი და აქტი უნდა მიემართოს რეფორმა რომ ფანაფანას თამაშის სურვილი აღარ უჩნდებოდეს არც პედაგოგს და არც მოსწავლეებს. ანუ მანდატურმა ამით გვარდება პრობლემა თუ კი მანდატური შეეშინდებათ სკოლაში და აღარ ითამაშებენ იმას. მოვისმინეთ ახლა. ერთი წუთით მათქმევინეთ ხო ვრეკავ ახლა პირდაპირ ეთერში. კი, ისმით. იცი რა მაინტერესებს? თქვენ ხო იცით ახლა რომ რანაირი თაობა მოდის? ხო იცით? როგორ თაობოდის? თაობა ყოველთვის არის საინტერესო თავისი პრობლემებით და მშობლები არიან კიდე ძალიან თვითდაჯერებული მშობლები არიან. და ნუ სჭირდება დაშინება, ანუ თქვენ მოითხოვთ რომ უნდა არსებობდეს შიშის ფაქტი ისე კონტროლზე რიდი აქვთ ჩემო კარგო რიდი აქვთ ბავშვებს კიდე მანდატურების და პედაგოგებსაც აქვენ რიდი ეს სინდრომიც რომ არ იყოს სკოლაში საშინელი სიტუაცია იქნება კარგი ბავშვებს სახში ვერ აჩერებს ბევრი მშობელი კარგი, გასაგებია, დიდი მადლობა. ეს არიცით და არ გსმენიათ თუ პირველად ისმენთ პირდაპირ ეთერში. არა, ჩვენ სხვადასხვა პოზიციებს ვისმენთ ყოველთვის და მივესალმებით ნებისმიერ პოზიციას, რომელიც ჩდება მოქალაქეებში, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი პოზიცია დააფიქსიროთ და ამიტომაც არის ეს საჯარო სივრცე. ეხლა რა შეტყოდით ამ მოქალაქეს მოკლედ? ნუ რა ვიცი, ნუ კიდე ერთხელ რაღაც არის როგორი საკითხი ხა მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ზოგადად პედაგოგებს და ну მოღვაწეობ ამ სფეროში უნივერსიტეტშიც და როგორც არასამთავრობო სექტორში და მაგრამ მიუხედავად ამისა როგორც ყველა სფეროში არიან პედაგოგიკაშიც მასწავლებლებშიც ადამიანები რომლებიც შეიძლება არაკეთილსინდისიერად უდგებიან თავის საქმიანობას და ეხლა რა თქმა უნდა ეხლა სკოლის ადმინისტრაციის საქმეც არის ეს მანდატურის თუ აკეთებს იმას რომ მაგალითად რამდენად პუნქტუალურად მოდის ადამიანი მიდის ატარებს თუ არა გაკვეთეს ხა მე თვითონ 8 წელიწადი სკოლაში ვიმუშავე ხო რაღაცა გარკვეული ისეთი ცოტა ხისტი კონტროლის მექანიზმები თუ არ არის ეხლა რატომ არიან ადამიანები რომლებიც ცდილობენ რომ რაღაცა აუარონ წესებს გვერდი და ეს ნუ მაგ ხრივ ძალიან კარგი არის პრინციპში რომ დისციპლინა ასე თუ ისე მოგვარებული არის ხა ხო მაგრამ ეს დისციპლინა მოგვარებული იყო მანამდე ეს რიგ სკოლებში როცა არსებობდა პედაგოგების მაღალი პასუხისმგებლობა ძლიერი დირექცია სადაც არსებობდა ხო სკოლებში ისედაც იყო ეს და ამიტომაც ამახვილებს ბევრი ექსპერტი სწორედ იმაზე რომ რატომ არ არის მიმართული რეფორმა და განვითარება სწორედ ამ ძლიერი დირექციის შექმნაზე ძლიერი პედაგოგის შექმნაზე და მანდატურიზე რომელიც რაღაცას გიგრძალავს თორემ შეიძლება იმ გაკვეთილის შემდეგ ისევ იგივე დანაშაული ჩაედინოს სკოლის მიღმა და პედაგოგის წევრად არის შეიძლება, მაგრამ იმ სივრცეში ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს ორგანიზებული სივრცე ხა და ის რომ სკოლები ზოგი დირექტორზე რო იყო დამოკიდებული, სადაც ბუა იყო დირექტორი და რაღაცა ველეშაპი და ღარიქა და ყველა შეშინო და იმ სკოლაში იყო დისციპლინა ასე თუ ისე, ხო? შიში იყო და ისე, ხო? ვინ გადაინაცვლა ძალადობის ბერკეტებს? ეს არ იყო შეიძლება მხოლოდ დირექტორი დაიჭერს ხელში თუ ის დაიჭერს, ხა დირექტორები ცემდნენ და რას ხო ბავშვებსაც ურტყავდნენ ფიზიკურ ძალადობა ყოველ შემთხვევაში მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია ხა მაგალითად მანდატურის შემთხვევაში ბევრი მასწავლებელი მოერიდება რომ მოსწავლე ცემოს ხო თუმცა ხა არ არის ხა ეს ისეთი სიახლე რომ ბავშვებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სანამ ძალიან მკაცრად არ დადგა ეს საკითხი ფიზიკურად ეხებოდნენ მასწავლებლები და ნუ ცემდნენ მარტივად ვთქვა ხო? ეხლა ამას თუ აღმოფხრავს ეხლა ეს მანდატური ეს კარგია მაგრამ რაც სუდია მაგრამ თავად პედაგოგი არ უნდა შეიცვალოს რომ მას აღარ უჩნდებოდეს ცემის სურვილი და რეალურად თავისი განათლებით ისე უნდა აინტერესებდეს ბავშვს რომ არ სჭირდებოდეს ეს დასჯის ასეთი მექანიზმები მაგასაო ეს არის სისტემური მიდგომა რომ რაღაცა კონტროლის ქვეშ მოექცა და ის რომ მაგალითად კარგ დირექტორზე ვიყოთ სუბიექტებზე დამოკიდებული ადამიანის ფაქტორზე ვიყოთ დამოკიდებული ეს არათანაბარ სიტუაციაში აყენებს სკოლებს ხო ერთ სკოლაში კარგი იქნება მეორეგან ცუდი მესამე და ანუ ამას უნდა სისტემური მიდგომა და ამ დეცენტრალიზაციაში რა უნდა შეიცვალოს ანუ ჩვენ დავინახოთ დეკლარირებულად გვაქვს ხო ეს მოცემულობა ანუ ეს ხოლმე პოლიტიკურ ნებაზე იქნება ხა დამოკიდებული რომ დამოუკიდებლობის ხარისხი სკოლებში გაიზარდოს და სხვა ფაქტორზე იქნება დამოკიდებული იცით რა არის მნიშვნელოვანი არის განისაზღვროს ის კომპეტენციები რომელიც არის სკოლის დონეზე თუ ჩვენ იმ კომპეტენციების პარალელში ნელ-ნელა უნდა განვითარდეს ეს ანუ ვინაიდან ეხა რიგ შემთხვევებში არ დახვდათ შესაბამისი კომპეტენციები ადგილებზე და გადაწყვეტილებები ვერ მიიღეს და რაღაცა ეს არ არის იმისი წინაპირობა რომ დეცენტრალიზაციაზე უარი ვთქვათ იმიტომ დეცენტრალიზაციის წიაღში ინსტიტუციურ სკოლების ინსტიტუციური განვითარება გაცილებით უფრო მადვილად მიღწევადია და ინსტიტუციური განვითარება პირდაპირ პროპორციულია ასევე ხარისხის სწავლის ხარისხის განვითარება საბოლოო ჯამში ხო ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი რომ სწავლის ხარისხი იყოს მაღალი მაგრამ ამისთვის ბავშვების ტრანსფერება არ უნდა მოხდეს ხო და რაღაცა ისეთ
სისტემაში არ უნდა მოვაქციოთ, რომ რაღაც ის არ უნდა გაიზარდოს თავისუფალ რაც არის მიზნები, ხო, განათლების მიზნები, ეროვნული მიზნები, რაც არის, ისინი უნდა მიღწევა იქნას. თავისუფალი პიროვნება უნდა გაიზარდოს, საღათ მოაზროვნე უნდა იყოს, მოქალაქე უნდა იყოს აქტიური და ასევე განათლებაც უნდა ასევე კი არა, აი ეს განათლების შეძენასთან ერთად ესეც უნდა ხდებოდეს. ნახოთ როგორ მიაღწევს ამ ყველაფერს ახალი ხელისუფლება, ამოვიწროქოთ ჩვენი ხო, საუბრის. მე მინდა რომ ძალიან გულით და სულით წარმატებები უსურვო ბატონ გიორგის და იმედი მაქვს რომ სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ამ კვლევით საქმიანობაში, შეფასებაში და გაგას გარკვეული ძიება და მტკიცებულებებზე დამყარებული გადაწყვეტილებები იქნება ამიერიდან უფრო პოპულარული და რა ვიცი, უსურვებს წარმატებებს ამ რთულ საკმაოდ რთულ საქმეში. ან თქვენ შეერთებით ალბათ აუცილებლად. ჩვენ ისედაც ჩვენ სამოქალაქო სექტორი ვართ და ჩვენ სულ ვიკვლევთ, სულ ისა და თუ ხელშეგვიწყობენ სკოლებს გაგვიღებენ რომ ხანდახან შიგნით შევიხედოთ რა ხდება სამოქალაქო სექტორში, იმიტომ ჩვენ ვართ ის გარე ობიექტური მაკონტროლებელი მესამე ნაწილი, რომ არაპოლიტიკური უბრალოდ ნაწილი, რომელმაც უნდა რაღაცნაირად არატენდენციურად და ობიექტურად შეაფასოს და ამის საშუალება უნდა მიეცეთ სამოქალაქო სექტორს. დეცენტრალიზაცია ალბათ ამასაც გულისხმობს, თორე სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო მეტად იყვნენ ჩართული. ხო, ეს თუმცა ცენტრალიზებულ სისტემაშიც არ არის ის, რომ მაგალითად დაუკვეთო შენ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის გარე შეფასება, რომ შენ იცოდე, რომ ობიექტურად მართლა რა პრობლემების წინაშე გეხარ, ხო, პრობლემა ხო არ არის იმის ნიშანი, რომ შენ ცუდად მუშაობ. პრობლემა შეიძლება ისედაც არსებობდეს. პირიქით, პრობლემების სწორად იდენტიფიცირება იწვევს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. მე დარწმუნებული ვარ, აი ამ წინასწარი განცხადებებიდან და ბატონ გიორგისაც თანაც ქონია შეხება ჩვენ ინსტიტუტსაც და მე პირადადაც დარწმუნებული ვარ, რომ კვლევაზე და მტკიცებულებებზე დამყარებულ გადაწყვეტილებებზე გადავალთ. ეს განათლების სფეროში არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე და ასევე სხვა სფეროებშიც თანამედროვე მენეჯმენტი არის მტკიცებულებებზე დამყარებული გადაწყვეტილებები. დიდი მადლობა ამოიწროქოთ ჩვენი საუბრის, რომ გემშვიდობებით ნახვამდის. დიდი მადლობა.